მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ანგარიშის შესახებ, მე ნინი ხიზანიშვილი ვარ. ანგარიში ფრიად გამორჩეულია ასახვის ობიექტით. რეპორტაჟი, კორესპონდენცია ან სტატია შეიძლება დაიწეროს მრავალ განსხვავებულ თემასა თუ მოვლენაზე. ურთიერთგამომრიცხავ შემთხვევებზე. ანგარიშის მიმართ ამას ვერ ვიტყვით. იგი საგრძნობლად რეგლამენტირებულია. ანგარიში ეძღვნება მხოლოდ თავყრილობა შეკრებას. ისიც უნდა ითქვას, რომ თავყრილობა შეკრება ამა თუ იმ კუთხით შეიძლება გახდეს შენიშვნის, ფელეტონის ან სხვა ჟანრის ოსტატთა დაკვირვების საგანი. გავიხსენოთ თუნდაც კოლცოვის დემოკრატია პოსტით. მას შესადამე ანგარიშის ჟანრობრივი სპეციფიკის განსაზღვრავში თვალსაჩინო როლს ასრულებს ასახვის საგანი და შემოქმედის პოზიცია მიზანი. ანგარიში არა მხოლოდ ის არის აღნიშნული თუ სად და როდის მოხდა თავშეყრა, არამედ ისიც დაზუსტებულია, როგორ განვითარდა მოვლენა და როგორ შეფასებას იმსახურებს იგი. აუცილებელია აგრეთვე მოხსენებისა და წამყვან მოკამათეთა სიტყვების გაცნობა პირდაპირ ან პერიფრაზის სახით. ამის გარეშე ანგარიში არ არსებობს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ. ანგარიში არის თავყრილობა შეკრებისადმი მიძღვნილი პუბლიცისტური ჟანრი, რომელშიც მოვლენის ის უშუალო მხილველი მთავარ ადგილს უთმობს უკვე დასრულებული და გააზრებული პროცესის ოპერატიულ აღწერას. არსებითად სხვათა სიტყვების თუ მდგომარეობის გადმოცემით მრავალმხრივი ანალიზისა და განსჯის გარეშე. ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ ანგარიშის ასახვის ობიექტი მხოლოდ თავყრილობა შეკრებაა. შენიშვნის ფარგალი კი ამ მხრივ ძალზე გაშლილია. იგი შეიძლება დაიწეროს კრებებსა და თათბირებზე, არამედ ახალი ქარხნის ამუშავებაზე, საწარმოოს მიერ გეგმის შესრულებაზე, თეატრალური კოლექტივის გასტროლებზე და ასე შემდეგ. ანგარიში შენიშვნაზე ვრცელია, რაც ასახვის საგნის მოცულობით აიხსნება. ხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ანგარიშის შემთხზელი დამსწრე უნდა იყოს მოვლენისა. შენიშვნის ავტორს კი ეს ყოველთვის არ მოეთხოვება. ახლა ვნახოთ, როგორ მიმართებაშია ანგარიში რეპორტაჟთან. ორივესთვის დამახასიათებელია მოვლენის წარმოსახვა ღრმა და მრავალმხრივ ახსნა-განმარტების გარეშე. ოპერატიულობა. ჟურნალისტი ორივე შემთხვევაში დამსწრე მხილველია მოვლენისა. განსხვავებაც საკმაოა. ანგარიში ფაქტი დანახულია მემატიანის, ხოლო რეპორტაჟში პროცესის მონაწილის თვალით. რეპორტაჟში მოვლენის თანმიმდევრული განვითარებაა ნაჩვენები და მძლავრობს დასწრების ეფექტი. რეპორტაჟისათვის დამახასიათებელია დაძაბული თხრობა. რა კი პროცესი უნდა გადმოიცეს, ტემპით შესაბამისი უნდა იყოს. აჩქარებული დინამიკური უბნობა მიიღწევა მოკლე წინადადებების მონაცვლეობით, დიალოგის მომარჯვებით და ასე შემდეგ. ანგარიშისთვის ყოველივე ეს დამახასიათებელი არ არის. იქ უფრო მდორე თხრობაა. სურათიც გაცილებით სტატიკურია. ანგარიში მომხსენებელ მოკამათეთა აზრის გადმოცემას ეთმობა მთავარი ადგილი. რეპორტაჟში კი დამატებით გარემოც თვალსაჩინოა აისახება. ასევე საგულისხმოა ანგარიშის მიმართება ინტერვიუსთან, კერძოდ მის ერთსახეობასთან, პრესკონფერენციასთან. ორივე შემთხვევაში თავყრილობასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევაში მოსაუბრეთა აზრებია გადმოცემული. ეს კი ბუნებრივად ქმნის მათ სიახლოვეს. როგორც ვხედავთ, ანგარიშს ბევრი საერთო აქვს ინფორმაციულ ჟანრებთან, მაგრამ განმასხვავებელი ნიშნებიც თვალსაჩინოა. სახეებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა თვალსაჩინოა. საკმაოდ გავრცელებულია კოზოვის კლასიფიკაცია მკაფიოდ ჩამოყალიბებულ წიგნში საგაზეთო ჟანრები. კოზოვი გამოყოფს 9 სახეს. ესენია: ანგარიში შენიშვნა, მოკლე ანგარიში, გაფართოვებული ანგარიში, კრიტიკული ანგარიში, ანგარიში მნიშვნელოვანი გამოსვლების გამოყოფით, თემატური ანგარიში, ანგარიში ჩანახატი და ანგარიში ნარკვევი, სპორტული ანგარიში, სასამართლო ანგარიში. ანგარიშის მთავარი დანიშნულებაა მოვლენის გაცნობა ძირითადი მხარეების აქცენტირებით. სწორედ ამ თავისებურებიდან უნდა ამოვიდეთ მისი სახეების გამოყოფისას. როგორ წარმოაჩენს ჟურნალისტი თავყრილობა შეკრებას, რამდენად სრულ სურათს გვექმნის, გასათვალისწინებელია მოვლენის არა მხოლოდ მოკლე თუ ვრცლად აღწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა შეფასების ხარისხი. აქედან გამომდინარე, ანგარიში შეიძლება იყოს ქრონიკალური და კომენტირებული. ეს დაყოფა, როგორც ყველა კლასიფიკაცია, პირობითია. სახეებს შორის გადაულახავი ზღვარი არ არსებობს და ერთის ნიშანთა მეორეში გადასვლა თუ ცალკეული ელემენტთა შერწყმა ბუნებრივია. ქრონიკალურ და კომენტირებულ ანგარიშთა თავისთავადობას უპირველეს ყოვლისა ქმნის ნაწარმოებში განსჯითი ელემენტების რაოდენობრივ ხარისხობრივი შეფარდებითობა. ცხადია, ანგარიში როგორც პუბლიცისტური ჟანრი უთუოდ უნდა ამჟღავნებდეს ტენდენციას, მაგრამ ორიგინალური კუთხითა და მიმართულებით. ანგარიშთა სათაურები არსაფითად ორი სახისაა. ერთნი წმინდა ინფორმაციულია,
მხოლოდ ფაქტზე მიგვანიშნებენ და ავტორთა დამოკიდებულებას მოვლენისადმი არ ამჟღავნებენ. მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. ამგვარი სათაური უმეტესად უკეთდება ქრონიკალურ ანგარიშს. მისი გამოყენება გამართლებულია მაშინ, როცა აზრი გამახვილებულია ფაქტსა თუ მოვლენაზე და არა შეფასებაზე. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ზოგჯერ ტენდენციის სხვა მხრივ გამჟღავნების შემთხვევაში სათაური გამომსახველობითი შესაძლებლობანი შეიძლება გაიზარდოს. მეორე რიგით სათაურებში წინ წამოწეულია ტენდენცია, მაგალითად, მუშაობის სტილის სრულყოფისათვის, რომ განმტკიცდეს ყოველი რგოლი, გაიყოლე თან, ბრძოლა შეურიგებელი, სისტემატიური და სხვა. ზოგიერთი მათგანი მიწოდებასაც შეიცავს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.